ყველანი პოზიციებზე. ფრთხილად იყავით. ახლა რა მოხდა? შენ მარჯვნივ წახვალ, შენ მარცხნივ. ესეც დაეშვა? კარგად დაათვალიერეთ, მეგობრებო, აშკარად რაღაც ხდება. სერჟანტო, რაღაც ხდება, ჩვენები არ ჩანან. რაცია მოიმარჯვე. ჟილეტი ჩაიცვი უკანაა. მეთაურო, გითხარი ჩაიცვი მეთქი. მეთაურო, მხოლოდ ერთია. თქვენ ჩაიცვით. ალი, ჩაიცვი ეგ ჟილეტი, მიდი. დაწექი. რა უნდა ვქნათ, კაპიტანო? დამშვიდდი. მანქანიდან ერთდროულად გადავალთ. ისროლე სანამ შეძლებს, შემდეგ ადგილიდან ფეხი არ მოიცვალო. გაიგე? გავიგე, კაპიტანო. მზად ხარ? 1 2 3 კარგად ხარ? კარგად ხარ? გონი კი. ძალიან კარგი. ახლა ფიქრობენ რომ მოკვდი. ცეცხლი გახსენი, ეგონებათ რომ მე ვისვრი. კაპიტანო, ბევრნი არიან, მარტო რას იზამთ? ეცადი არ მოკლან, ესეც საკმარისია. მე უკანა მხრიდან მოვული, კარგი? მზად ხარ? დაიწყე. შეჩერდით. სერჟანტო, კაპიტანო, კარგად ხარ? მე კარგად ვარ, თქვენ? მეც კარგად ვარ. როგორ ხარ? კაპიტანო, თქვენ რა გააკეთეთ? არა, 30 ტონა ნარკოტიკი დაიჭირეს და ამაში შენ გადანაშაულებს. შენ საერთოდ რა შუაში ხარ? რას ნიშნავს სახელმწიფო მოხელის სოფლის მთავარ მოედანზე ხეზე ჩამოვკიდებ? ილმაზის უკან ვინ დგას? დამიჯერე ზეინებ, მეც მაინტერესებს. როგორც იქნა ჩემს ძმასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ისეთი რამ თქვი რომ მეგონა მამა წინააღმდეგი იქნებოდა. ყვირილს დაიწყებდა, ის კი დაგთანხმდა. და ამ დროს იგი ილმაზი მოვიდა. ავტოგასამართის სადგური დაარბია, პოლიცია მიზანში ამოიღო. ვერაფერი გავიგე. როგორ ფიქრობ, პოლიციას უნდა ვუთხრათ? ილმაზი ჩვენს გვერდით შემთხვევით არ არის ზეინებ. დიდი ალბათობით ავტოგასამართის სადგური ჩემზე შურის ძიების გამო აფეთქა. ესე იგი არ გვატყუებდა. უფროს ლეიტენანტ ოგუს მართლა დაესხმება თავს? შეიძლება უკვე დაესხა კიდეც.
გელოდებოდით, აფეთქების შესახებ გაიგეთ? გავიგეთ. შენს ძმისშვილებს რამე ხომ არ მოსuliet? არაფერი მოსuliet, მადლობა ღმერთს. სუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მადლობა ღმერთს, შენობაში არ იყვნენ. მე და მამა საავადმყოფოში წავალთ, მომინახულებთ. კარგი იქნება ძმა. წამოდი. ჩემს ოთახში ავალ. კარგი. ბიძია, გაიგე პოლიციაში რა ხდება. ილმაზმა უფროს ლეიტენანტ ოგუსზე რაღაც თქვა. რა თქვა? თქვა რომ მოკლავს. ილმაზი ასეთ რამეს უმიზეზოდ არ იტყოდა. ზუსტად. წადი, ნახე კაპიტანი ოგუზი როგორ არის და გავიგებთ, გვატყუებდა თუ არა. დერვიშ. მთელი პოლიცია ავტოგრაფსამართ სადგურზეა, თუ გინდა ჯერ იქ ნახე, სანამ განყოფილებაში წახვალ. მან შენ წადი მუზაფერ, მე კი განყოფილებაში წავალ. კარგი. ძმაო, შეგვეძლო უფროსი ლეიტენანტი ჩვენთან წამოგვეყვანა. შეგვეძლო გვეთქვა, რაც ილმაზმა გითხრა, თან პატიოსანი ბიჭია, ცუდი არასდროს გაუკეთებია. ეგ ილმაზი ვინ არის, ტერორისტია? როგორ შეიძლება ესროლო ჯარისკაც, რომელიც ფორმას ატარებს? რა მოხდა ნუსრეთ? უფროსმა ლეიტენანტმა ჩვენი ხალხი დახოცა? ზუსტად ის მოხდა, როგორც ივარაუდეთ ილმაზ ბეი, ყველას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ერთიც ვერ გადარჩა. ეგ უფროსი ლეიტენანტი აქაც კი ჩაერია. სახელმწიფო არ ხუმრობს. არც ერთი ჭრილობა არ აქვს? არც ერთი? ტყვია მოხდა სერჟანტს, რომელიც მასთან ერთად იყო, მაგრამ ჯავშან ჟილეტი ეკეთა. ასე თქვა ადამიანმა, რომელიც შორიდან ადევნებდა თვალს. ნუსრეთ არ მინდა პრობლემები შეგვიქმნას. მოკალი, როგორც მიბრძანებთ. კაპიტანო, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა და ეყველა ცუდი წარსულში დარჩეს. პროკურორი როდის მოვიდა? ცოტა ხნის წინ. კარგი, შენ შედი, მეც ახლა ვემოვალ. როგორც მიბრძანებთ? ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. კარგად გამოიყურები. დაჭრილები ყავს? არა, მადლობა ღმერთს. არა ბიძია. უშინამაზე რომ არ გველაპარაკა, საშინელმა ხეში აღმოჩნდებოდით. რატომ მოხვედი? ილმაზმა ჰალილ იბრაჰიმს უთხრა, რომ მოკლავს, დარწმუნებული იყო, რომ არაფერი მოგივიდოდა, მაგრამ მაინც მთხოვა მომსულიყავი. ამის შესახებ სად უთხრა ბიძია, მომიყევი. პატივცემული პროკურორო? გადარჩენას გილოცავთ. გმადლობ. მარტივად გამოძვერით. დაჯექი, დაჭრილი ხარ, ფეხზე ნუ დადგები. არა, კარგად ვარ, ჯავშან ჟილეტი მეცვა. დაჯექი. კარგი. მომიყევი ყველაფერი, როგორ მოხდა და სად. ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს, კაპიტანო. გმადლობ. წარმატებებს გისურვებთ, ასევე. დაეყველა ცუდი წარსულში დარჩეს, კაპიტანო. გმადლობ, ბიჭებო. გადარჩენას გილოცავთ. გმადლობ, ბიჭებო. დაეყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს, კაპიტანო. გმადლობ. ხომ გაფრთხილებდი მოგაკითხავენ მეთქი? ამ საქმის უკან ვინც არ უნდა იდგეს, ასე არ დაგტოვებს მეთქი. არც ჩვენ დავტოვებთ, პატივცემულო პროკურორო. არ დავტოვებთ. ყველა ვისაც პირად საქმეში რაიმე სახის პრობლემა აქვს დააკავეთ. არ აქვს მნიშვნელობა ამ საქმესთან კავშირი აქვს თუ არა. და აქ მოიყვანეთ. ძალიან ყურადღებიანი ხართ, ამისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ნარკოტიკის მფლობელებს ჩვენთვის შეტყობინების გადმოცემა უნდოდათ. ჩვენ კი ერთად 6 შეტყობინება გაუგზავნეთ, ამიტომ ვფიქრობთ ვერაფრით დაგვეხმარება, ახლა ვინმეს თუ დავაკავებთ. ის ადამიანები, ვინც თქვენი თქმით უნდა დავაკავო, ერთად ცდილობდნენ. ვინ არიან, კაპიტანო? ლეტო, ილმაზ მარტენი და ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ. ჰალილ იბრაჰიმ ქარასუ? იქ რა დარჩენია?
აქ მოიყვანეთ და გავიგებთ, რა დარჩენიათ. ყველა დააკავეთ პირდაპირ მათი ოჯახების წინაშე ბორკილები დაადეთ. ყველა თავს დაახრევინებთ იმისთვის, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდნენ და უკალებლივ ყველას წამოიყვანთ. გასაგებია? ყველაფერი გაიგე? როგორც მიბრძანებთ, პატივცემულო პროკურორო? ხალილ იბრაჰიმ, ნუ ნერვიულობ შვილო. ჩემმა ძმისშვილმა დახმარების სურვილი თვითონ გამოთქვა. არავის არაფერი მოსვლია. ახლა მარტო აღარ დაგტოვებენ. შენს კაფეში გადმოვლენ და იქ დაგეხმარებიან. გმადლობ დაო. მანქანაში ბომბი ჩაუდეთ, რა თქმა უნდა, ამის გამო შურს იძიებენ. ხო, მაგრამ დედა ფატმა, ასე სწრაფად როგორ მიხვდნენ, რომ ბომბი იქ დაამონტაჟეს? მართალია, ხალილ იბრაჰიმ. ამაზე რა სიტყვი? ჩვენი მტერი სულელი ადამიანი ნუგონია, ძალიან ჭკვიანი კაცია. ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ამას ავტოგასამართის ადგურის გარდა ვერსად გავაკეთებდით, მანაც ასევე იფიქრა. ან გაიგო, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა რა სიზამს? ის ხომ თავს დაესხა სახელმწიფოს, სხვა რა უნდა გააკეთოს? მშვიდობა მოგცეთ. მოდი ბიძია, მოდი. ბიძია, რა ამბები მოგვიტანე? ილმაზის ნათქვამი ცარიელი სიტყვები არ ყოფილა, ხალილ იბრაჰიმ. კაპიტანს მახე დაუგეს. და მოკლეს? არა, მადლობა ღმერთს. პირიქით, ყველა თავდამსხმელი მოკლა. ხოჩა, ასე უნდა. ეგ კაპიტანი არ არის უბრალო ადამიანი, ნამდვილი მეგობარია, ნამდვილი. მართალი ხარ, მართალი. ილმაზი ძალიან ეჭვიანი ადამიანია. და მართალია არავის ენდობა იმის გარდა, ვინც მას ეხმარება. ერთად დაგინახათ გაბრასდა და ის თქვა, რაც აზრად მოუვიდა, თორემ მსგავსი მუქარარა საჭირო იყო. ნუ თუ მსგავსი რამ შესაძლებელია. დედა მართალია. განსაკუთრებით როცა ზეინებთან და მის ქმართან ერთად დაგინახა მანქანების აფეთქების დროს. ამაზე უკვე გვიპასუხა აიშე. მან კი ავტოგასამართი ააფეთქა. კარგი და მშვიდდი. თუ ილმაზი ასე გაგიჟდა, მაშინ ვეცდები ლოგიკური ახსნა მოვუძებნო. ზეინებსა და ხალილ იბრაჰიმთან რას აკეთებდი? ესე იგი წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა იყო. ისედაც ვაპირებდით, დედა. მართლა? და რა გეგმა გქონდათ? გეგმა ასეთი იყო. თუ ჩვენ შორის უთანხმოება დასრულდება, ვუთხარი, რომ ილმაზი დაბრუნდებოდა ნადიმე. ხალილ იბრაჰიმმა კი მიპასუხა, რომ სანამ სათავეში მე ვიქნები, ეს უთანხმოებები არასდროს დამთავრდება. მაშინ სათავეში ვინ იქნება? თვითონ? შენი ვაჟი, ფიქრეთი, ღმერთო ჩემო. თქვა, რომ თუ ყველაფერს ფიქრეთი უხელმძღვანელებს პრობლემას, აღარ შეგვიქმნის. კარგია, რომ ეგ ხალილ იბრაჰიმი არ გიცნობს. კარგია, შენმა ქალიშვილმა კი არ უთხრა, რომ ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ზეინებმა ამის შესახებ არ იცოდა, დედა. მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მამა დათანხმდა. როგორ? რას ამბობ? დიახ, თანახმავარ და ხალილ იბრაჰიმსაც დავპირდი, სანამ ეგ შენი ძმისშვილი ილმაზი არ მოვიდა და ლაპარაკი არ დაიწყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთი წუთით. ეს მართლა სერიოზულად უთხარი თუ სპეციალურად თქვი, რომ ხალილ იბრაჰიმი აიძულო აღარ გებრძოლოთ? ძალიან სერიოზულად ვამბობ, ნადიმე. და ისევ ამაზრზე ვარ. რა თქმა უნდა, არ ვიცი, შენი ვაჟი ფიქრეთი როგორ გაუწევს წინააღმდეგობას შენს ძმისშვილ ილმას, შეთანხმებას როგორ მიაღწევს, მაგრამ მე თუ გვერდით გავდგები, რამდენი მეგობარიც მე მეყოლება, იმდენი მტერი მას გაუჩნდება. და ყველაზე პირველი შენი ძმისშვილი იქნება. მთელ ოჯახს ჩემი შვილი უხელმძღვანელებს?
ილმაზი კი ჩემი შვილის მტერი იქნება. ესე იგი ჩემიც, ასეა? კარგი რა. თუ ამბობ რომ არ იქნება, მაშინ უფროსი აქ არის. მამა, ფიქრეთ. საქმეს სათავეში ჩაუდგები თუ არა? თავის მართლება არც იფიქრო და ყველაფერი სხვას არ გადააბრალო. კიდევ ერთხელ გეკითხები შვილო, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებ? შეძლებ ყველაფერს უხელმძღვანელო? მიპასუხე. მხოლოდ ერთი პირობით, მამა. თუნდაც ჩაერიო, მაინც არ დაგიჯერებ. ეს პასუხიც საკმარისია. უკვე ლიდერი ხარ. დედიკო, თუ ნერვიულობ? მამამ ბიჭების ტელეფონი სპეციალურად გამორთო. მათი კვალი რომ არ ებოვათ. შვილო, ადამიანი რომელსაც მამას ეძახი, 40 წელია ჩემი ქმარია. ვერ ვხვდები როდის იტყუება. საკინე დადგა დღე რომელსაც ასე ველოდით. მადლობა ღმერთს რომ ჩვენი ლოცვა შეისმინა. რა, ასია მოკვდა? რას ამბობდე და საკინე? მაბადეი შვილო, სხვა სასიხარულო ამბავი აზრად არ მომივიდა. ეს ამბავით სასიხარულოა, ნუ ნერვიულობ. მითხარით რა ხდება? მამა რიზმანმა ყველაფერი ფიქრეთს დაუდოვა. რას ნიშნავს ყველაფერი? ყველა საქმე მას გადასცა და უთხრა რომ ოჯახის უფროსი ისაა. ფიქრეთი დათანხმდა? ხო, იმ პირობით თუ მამა რიზმანი მის საქმეში არ ჩაერება. მადლობა ღმერთს, ამ დღესაც მოვესწარით. მადლობა ღმერთს, საკინე. ზეინებმა და ჰალილ იბრაჰიმმა მამას უთხრეს რომ თუ საქმეებს ჩამოშორდება, ფიქრეთის ლიდერობაზე თანხმა არიან. ხოჩახს იძევ. კარგია, მაგრამ ნადიმე, ილმაზი ამაზე რას იტყვის? სანამ ილმაზი გაიგებს, დურსუნი და ნესიმიც არიან. ნესიმიც ხო მამა ჩემია. სხვასთვის დაუჭერს მხარს თუ არა ჩემს ქმარს. ხოჩახ ჩემო ლამაზო, ხოჩახ. მე წავალ, ილმაზს დაველაპარაკები. ბეტყვიან ჩემ შულს მხარი დაუჭიროს. ანაკიდან წავიდეს. შენ კი მამა შენს დაელაპარაკე. უთხარიან ჩემს ქმარს დაუჭერ მხარს. ანასე მოკვდებიო, დაველაპარაკები. არ მომერიდება. მოსარიდებელი რა არის შენი ქმარია. მაშინ მე ჩაის დაგისხამთ. მიდი შვილო, ხედავთ რიზვანი როგორი ყოფილა. რა მოხდა შოთა? სელიმ, რიзвან ბეის შენთან დალაპარაკება უნდა. წამოდი. ჩემთან? დიახ, შენთან. მაშინ ლევენტ ბეის შევატყობინებ. შეგატყობინებენ თუ რამე სასწრაფო საქმე იქნება. წამოდი წავიდეთ. თუ ძმა ლევენტი მიკითხავს, უთხარი რომ რიзвან ბეიმ დამიძახა. კარგი? კარგი ძმაო, წადი. ძმა ლევენტს გაჩვენებ. ძმაო რაშიდ? შენც აქ ხარ ძმაო? აქ ვარ სელიმ, აქ. რიзвან ბეის ჩემთან დალაპარაკება უნდა? რამე პრობლემაა? მალე გაიგებ სელიმ. გადმოდი. ძმაო, რა ხდება? სელიმ. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს შვილო.
მოკლე კითხვას დაგისვამ. ზუსტად მიპასუხე, თუ გინდა თავში არ გესროლო. ძმაო, რა დაგიშავეთ? ჯერ მოусმინე და მერე უპასუხე. სად არიან ჩემი შვილები? არ ვიცი, ძმაო. სელიმ, რა მოვიდათ ალი ქემალს და ჯენგიუსს? ეს საქმე შენ არ გიკავშირდება, თავს ნუ დაიღუპა. გვითხარი ვინ და რა ბრძანება გასცა და აქედან ცოცხალი და უვნებელი წახვალ. ჯენგიუს და ალი ქემალს რაც არ უნდა შემთხვეოდათ, ყველაფერი რიзвან ბეის ბრძანებით მოხდა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ახლა გამიშვებთ თუ არა, სულ ესაა რაც ვიცი. სულ ესაა. სხვას ვერაფერს გეტყვით. სელიმ, ახლა წასვლის საშუალებას მოგცემ. ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვალ და მოკლავ. გასაგებია? გასაგებია. გასაგებია? გასაგებია, ძმაო. გასაგებია. მამა, ახლა ამის შესახებ ვერც ჩემი ცოლი და ვერც ჩემი ქალიშვილი ვერ გაიგებს. გასაგებია? როგორც იტყვი, მამა. ღმერთმა შენს ხელებს ჟამრთელობა მისცეს. შეგერგოთ. შეგიძლია ცოტა ხანს მარტო დაგვდობო? რა თქმა უნდა, ნადიმე ჰანიმ. მამიდა, ეგ შენი ქმარი რიзвანე ყოველთვის ქრება, როგორც კი რაიმე სირთულე იჩენს თავს და მთელ საქმეს ფიქრეთს უტოვებს. გეყოფა ილმაზ. ამაზე ნუ ხარ მელაპარაკები. ახლა ზუსტად ფიქრეთია კომპანიის სათავეში. რიзвანმაც თქვა, მეც არ ვარ, პენსიაზე გავდივარ. ის ხადაგრჩენია, ამას მხარი დაუჭირო. კარგი, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებს მარტო არ ვიღებ. მომისმინე, რიзвანი ცდილობს თავი გადაირჩინოს და ფიქრეთ ცეცხლში აგდებს. ფიქრეთი ძალიან მიყვარს, ჩემთვის ძალიან ბევრი გაუკეთებია. ჩემი ბიძაშვილია, მაგრამ დღეს თუ არა ხვალ ვიღაც მოვა და იმ 30 ტონისთვის პასუხს მოგთხოვთ. მე მომთხოვს. მამა ჩემს მოსთხოვს. ფიქრეთს მოსთხოვს. ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მხოლოდ ის მითხარი ფიქრეთს მხარს დაუჭერ თუ არა? მისმინე ილმაზ, შენ თუ მხარს დაუჭერ, დურსუნიც დაუჭერს და უარის თქმას ვერავინ გაბედავს. ფიქრეთს მხარს დაუჭერ, ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგები იმას, რომ ცუდი არაფერი მოუვიდეს, მაგრამ ფიქრეთი ჰალილ იბრაჰიმთან ერთად მოქმედებს. ერთად ფიქრობენ. ჰალილ იბრაჰიმი კი პოლიციელებთან ერთად მოქმედებს. ვინ იცის რა ადამიანია? ღმერთო ჩემო, ეს საიდან მოიტანე? ღარიბი ბიჭია. უნდა რომ შური იწიოს და აქედან გამომდინარე ფიქრობს. მის მამას და ბაბუას ვიცნობდით, ცუდი ადამიანები არ იყვნენ. მაგრამ თვითონ მას არ ვიცნობთ, პრობლემაც ეს არის. მისმინე ილმაზ, შეგიძლია მშვიდად იყო. სეინებს და ხალილ იბრაჰიმს თვალს არ მოვაშორებ. პრობლემას არ შეგვიქმნის. თანასის ვაჟი, თამერი რომ წაიყვანე, ძალიან ჭკვიანური საქციელი იყო. სხვაგვარად ასიეს ვერ გავუმკლავდებოდი, როცა ყველაფრის სათავეში ფიქრეთი იქნებოდა. მამიდა, ფიქრეთ ჩვენ საქმეზე ალერგია აქვს. თუ ეს ალერგია არ გაუვლის, არ გაუვლის საყვარელო. ეს ალერგია არ გაუვლის, რაც არ უნდა აკეთო, ფარულად აკეთე. შენი აზრით მამა შენი ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერს საჯაროდ აკეთებდა?
არც მე ვაკეთებდი სანამ ის ვითომ სიძი არ გამოგვეცხადა და ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა. ღმერთო ილმას კარგი. ზეინეფი ძალიან მალე დაითანხმებს. შემდეგ კი ის და ფიქრეთი საქმეს ერთად გაუძღვებიან. ახლა კი წავალ. უკვე გითხარი რის თქმაც მინდოდა. ყავა არ დაგილებია. დღეს ბევრი დავლია. ილმაზ ბეი, პოლიცია მოვიდა. პოლიცია აქ რას აკეთებს? ილმაზ მარტენ. დაკავებული ხართ პროკურორის ბრძანებით. განყოფილებაში მოდიხართ. წამოყვებით. რაში მადანაშაულებენ? განყოფილებაში გაიგებთ. ბორკილები. მოიცადეთ, რას ნიშნავს ბორკილები? მეთაურო, ყველა მიცის ილმაზი ვინ არის? მეც ვიცი. პრობლემა არ არის, მამიდე. ეს არ გაგვტეხს, მაგრამ თქვენ არ შეგარჩენთ. კარგი, წამოდი. მოგვიყევი ვინ არ შეგვარჩენს. წაიყვანეთ. ნუსრეთ, ჩემს ძმას დაურეგე. გააკეთოს რაც საჭიროა. ეს რა საქციელია? შენს ქმარს კომპანიის საქმის რა გაიგება? რა გაიგება? ამდენი წელია მამა რიზვანს ეხმარება. ბუდიში, მაგრამ ფიქრეთს მხარს დაუჯერ. კარგი, მაგრამ მე ლევენს დავტოვებ. დურსუნი კი იევუს. შეხედე, ძმანესიმი პირველია, ვინც ვირტუალური სია შეადგინა. ხედავ აიშე. რას გულისხმობ? ვისი გეგმაა ყველაფერს ფიქრეთი ჩაუდგეს სათავეში. მახსოვს ძმაილმაც მამამას უთხრა თუ თქვენ არ იქნებით, თქვენს ბიჭებთან ვიმუშავებო. საინტერესოა ეს მისი იდეა ხომ არ არის? საინტერესოა. ადამიანს რომელსაც არ უნდა ნარკოტიკთან რამე კავშირი ჰქონდეს, როგორ ფიქრობ, ილმაზი ეტყოდა სათავეში ჩამდგარიყო ლევენტ? არ ეტყოდა. არ უთქვამს. მაგრამ დედანადი მემასთან წავიდე და ესაუბრა. მოგიკვდეს ეგ დედა. შენ არა ზუხალ, შენ არა. ნადიმეს შეხედეთ. ნადიმეს ისევ მთავარი როლი აქვს. მისი შვილი ლიდერი გახდება? მომინდომეს. გონიათ დავუშვებ, რომ ეს მოხდეს. ის ჩემი ქმარია. საუბარია ჩემს ქმარზე. ხალილ იბრაჰიმიც კი თანახმაა. თქვა, რომ ამომს დაამთავრებს. რას აპირებ წინააღმდეგობას გაუწევთ? ახლა გასაგებია. ესე იგი ნადიმეს მის ვაჟს, სიძეს, ძმის შვილს, მთელი თქვენი გვარის მოშორება უნდა. ძმანესიმ. დედა, ამბობ მთელი გვარისო, მაგრამ მეც ხომ ლეტო ვარ. არავინ არავის ასე უმიზეზოდ არ მოიშორებს. თუ ჭკვიანი ხართ ამერ, ძმა ფიქრეთის გვერდით უნდა დადგე. შემდეგ კი ოჯახებს შენ ჩაუდგები სათავეში. როგორ გინდოდა პირველი ლედი გამხდარიყავი. ძალაუფლების სიყვარული ადრეც არაერთხელ გვინახავს. დიდი მადლობა თამის, მაგრამ კარგი მაგალითი მოგცა. ისეთი, როგორიც შენ გაქვს, არასდროს მინახავს. დეიდას ქმარი ცოცხალია, თვითონ დეიდაც ცოცხალია. რა გჭირს? ბიძიანესიმ, პოლიცია მოვიდა. შენ და ძმა ლევენს კითხულობენ. ამჯერად რა დააშავე ლევენტ? არაფერი დამეშავებია, გეფიცები, არაფერი დამეშავებია. ისევ ყველაფერში მე მადანაშაულებს. ან რამე რომ დამეშავებინა, თამირსაც მოაკითხავდნენ. რაც არ უნდა იყოს, ბოლო დროს სულ ჩემ გვერდითაა. კარგი, ბევრს მოვაპარაკობ, ადექი, წამოდი. ადექი. ქმარი. როგორც ჩანს, ეს მემკვიდრეობითი დაავადებაა ჩვენს ოჯახში. ახლა უკვე გასაგებია. რადგან ლიდერი შენი ქმარი გყავს,
როცა პოლიცია კითხვებს დაგიცვამს, უპასუხებ, მე რატომ ეკითხებით, წადით და აიშეს ქმარს კითხეთ. ვეთყვი, რომ ჩვენი ლიდერი ის არის. ჯობია გახვიდე. მინიცის რა გააკეთე და მამას ამჯერად როგორ შეარცხვენ. დედა, როცა მამა განყოფილებიდან დაბრუნდება, დაელაპარაკე. დედას ზემოქმედების ქვეშ ხარ და ძალიან არასწორად იქცევი. დღემდე ფიქრეთ ის, რომელი შეცდომა გინახავთ. დედა, ბიძიან ნესიმს და ძმა ლევენს ხელები უკან შეუკრეს, ბორკილები დაადეს და განყოფილებაში წაიყვანეს. დაჯექი, სად მიდიხარ? გინდა სთხოვ, რომ ბორკილები ზურგს უკან კი არა წინიდან დაადონ? თუ წაიყვანეს, ისევ გამოუშვებენ. კარგი, მეც განყოფილებაში წავალ. როგორც გინდა, ისე მოიქეცი. აიშე, დაურეკე შენს ფიქრებს, უთხარი რამე გააკეთოს. რა მოხდა, უკვე მიხვდით, რას ვამბობდი? როგორც კი პრობლემა მიჩინა თავი, ფიქრეთი გაგახსენდათ. არ დავურეკავ, თუ საჭირო იქნება, ციხეში ჩასვამენ. შეხედე, ჩვენს პირველ ლედის შეხედე. ყველა სხვავა გაგვიკეთე, ჩვენს პირველ ლედის უფრო მეტი ქაფით. შაქარიც დაუმატე. მოგვიტანე. მიდი. ღმერთო. შემოდი რაშიდ, დაჯექი. Oturmaya hacet yok. დაჯდომას რა აზრი აქვს? რა ხდება? ჩემი ბიჭები, რიზვან ბეი, ჩემი ბიჭები. Evlatlarım. Dinliyorum. გისმენ. Cingöz გავიგე რომ ჯენგიუს და ალი ქემალს რაღაც შეემთხვათ. ისიც მითხრეს რომ ეს თქვენი ბრძანებით მოხდა. bu duydukları რაც გავიგე სიმართლეა? რაშიდ, სიტყვა მომეცი. Sen bana bir მითხარი ჩემი შვილები აქედან წავლენო. რა მოხდა? buradan gidiş. შენი შვილები მაშინ დაიჭირეს, როცა ჩემი ქალიშვილის ლეილას მოტაცებას ცდილობდნენ. Çocukların აბა დაფიქრდი. Leyla'yı ახლა რას მეკითხები? şimdi ჩემგან sen benden ne რისი მოსმენა გინდა? yapmak istiyorsun? სიმართლის რიზვან ბეი. სიმართლის. bu sizin ეს თქვენი ბრძანებით მოხდა თუ სიტუაციის კონტროლი ვინმე სხვამ აიღო თავის თავზე? და თქვენ უბრალოდ mi aldınız? იბრალებთ. ამის გაგება მინდა. Reşit, რაშიდ. ქალიშვილი გყავს, damat. სიძე გყავს. Allah bağışlasın. და ღმერთმა ორივე დაიფაროს. Torunla შვილიშვილები გყავს. ben მე seni გაპატიე და ამ საქმეს ნურჩ შენ განაახლებ, კარგი? uzatma, olur mu? Sen სიტყვა მომეცი. ortaya გირაო გადაიხადე, koydun, მაგრამ შენმა შვილებმა არ დაგიჯერეს. sözüne შენს ადგილზე რომ ვიყო, ben შენს ადგილზე რომ ვიყო თავს გავინადგურებდი. და ისე მოვიქცეოდი, თითქოს ჩემი შვილები საზღვარგარეთ არიან.
çocuklar არც ცოლს და არც ოჯახის დარჩენილ ნაწილს ne kız საფრთხეს ne de აღარ შევუქმნიდი. daha fazla. ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი. მამა, რაღაც ხდება. Ne oluyor? რა ხდება ფიქრეთ? Annem ayrı. დედანადიმე მაიშე მორივემ და მირეკა ყველა წაიყვანეს. ვინ წაიყვანეს, სად წაიყვანეს? ფიქრეთ ბეი. პოლიცია მოვიდა. თქვენ და რიзвან ბეის კითხულობენ. Dediğim gibi. როგორც უკვე გითხარი ჰალილ იბრაჰიმ, ვიცით რომ ამ საქმესთან კავშირი არ გაქვს, მაგრამ ბატონი პროკურორის ბრძანებაა, იძულებული ვართ აგიყვანოთ. პრობლემა არ არის. თუ ბატონმა პროკურორმა ჩემი დაკავება გიბრძანათ, შეგიძლიათ ბორკილები დამატოთ. პრობლემები რომ არ შეგექმნათ. შემიძლია ვთქვა, რომ თქვენთან არ მჭირდება, მაგრამ სხვები ბევრად უხეშად დავაკავე. სხვები ვინ? ყველა თქვენი ნათესავი ზეინებ ჰანიმ. დამაბრძანდით. მეც მოვდივარ. ამასთან კავშირი არ გაქვს ზეინებ. ჩვენ სამშობლოს წინააღმდეგ არაფერი გაგვიკეთებია. არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ თავი დავხაროთ. აქ დამელოდე. კარგი? Osman. ოსმან, თურან, ჩვენც მივდივართ. ზეინებ. არ ენერვიულო. ყველაფერი კარგადაა. Affedersin. ბუდიში. გისმენ. თავისუფალი ხარ? რამე მოხდა? ამ სახლის ყველა მამაკაცი პოლიციამ წაიყვანა. ხალილ იბრაჰიმიც. როგორც ჩანს ყველა აიყვანეს. სანამ სიმშვიდეა ხომ არ გამოვიდა. ვეტყვი რომ საავადმყოფოში მივდივარ. იქნებ ასე ამჯერად მაინც არ წამოვიდეს. რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, უნდა გითხრა. დედამს დავურეკავ. შეხვედრას ვთხოვ. საავადმყოფოში შევხვდებით. კარგი. ვისელაპარაკები. ექიმს, დედამ ხანიმს. ნარეკი ვნახე, ამიტომ დავურეკე. რა გითხრა? ანალიზის შედეგები მოვიდა. ჩემი ნახვა უნდა. რა გითხრა? მითხრა თუ ასე ჰანიმი თავისუფალია, წამოგიყვანოსო. მე არ წამოვალ. შენ და ლეილა წადით. Gidelim ama კარგი წავალთ, მაგრამ თქვენ არ გინდათ? მინდა ცოტა ხანს მარტო იყოთ. მისთვის მაგალითი იქნები. იმიტომ რომ მალე საპატარძლოს კაბის ნაცვლად ძაძებს ჩაიცვამს. კარგი წადით. მართო ჩემო. Ya. მართო. Sabrin. თემელ დამშვიდი, თორემ ჰალილ იბრაჰიმსაც პრობლემები შეექმნება. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მხვდება, უკვე მოთმინება სკვარგა. ძმაო, ახლა ამის დრო არ არის, ცოტა მოითმინე. წამოდი, წავიდეთ. გმადლობ შოთა.
bari şu ღმერთო, ისე გამომკეტეს თითქოს თავის მოკვლას ვაპირებდე. sanki kendimi intihar ღმერთო ჩემო. ლევენტ, აქეთ იქით სიარულს მოეშვიქთხოვ. ვიხრჩობი, გული მერევა. ჟანგბადი არ მყოფნის. Komutanım. კაპიტანო, თქვენთან მომდიოდით. შეგვიძლია მათთან არ შევიყვანოთ და დაკითხვების ოთახში მოვათავსოთ. არა, პროკურორის ბრძანება. Benim talimatı açık. ესეც მათთან ერთად ჩასვით. Emredersin. როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? წამომყრევით.